ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგის სხდომა გაიმართა. საქმე ეხება 2025 წლის 4 მაისის ეპიზოდს. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა ალეკო ელისაშვილის დარბაზში დაბრუნების შუამდგომლობაზე იმსჯელეს. ის წინა სხდომიდან მოსამართლემ დარბაზიდან გააწევა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ის მომდევნო სხდომიდან საქმის არსებით განხილვებს დაესწრება. შეგახსენებთ გამოძიების ვერსიით ალექსანდრე ელისაშვილმა 2025 წლის 4 მაისს საქალაქო სასამართლოს არქივის დაწვას სცადა და საქალაქო სასამართლოს მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენა. ასევე საფრთხე შეუქმნა იმ დროისთვის სასამართლოს შენობაში მყოფი მანდატურის სამსახურის 3 თანამშრომლის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ალექსანდრე ელისაშვილის ბრალი 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. დღეს არსებითი განხილვა დავიწყეთ და არ დაუშვეს ალექსანდრე ელისაშვილი. ჩვენ სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით. ეს სასამართლოს დისკრეცია, როდესაც მოტივირებული შუამდგომლობით დაცვის ხარი მიმართავს სასამართლოს და ითხოვს სასამართლოს არსებით განხილვაზე დასწრებას. მას აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და არსებით განხილვას დაასწროს ბრალდებული. ამ შემთხვევაში ქალბატონმა მოსამართლემ თარაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და აკმაყოფილა დაცვის ხარის შუამდგომლობა. განხილვა იქნა დაცვის ხარის შუამდგომლობა ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის დაბრუნების თაობაზე, რასაც ბრალდების მხარეც დაეთანხმა. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობა იძლევა საშუალებას გაძევებული ბრალდებულის დაბრუნების, ბრალდების მხარეს ამასთან დაკავშირებით თანხმობა განაცხადა, ვინაიდან ბრალდებულს მიეცეს შესაძლებლობა დააფიქსიროს თავისი პოზიცია საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე.